თუ საგამოძიებო კომისიის მიზანი ის არის, რომ შეკითხვებზე მოისმინოს პასუხი, რა მნიშვნელობა აქვს ამას დისტანციურად გააკეთებს, თუ ადგილზე მოსვლით. აი, მაგალითად, რა მნიშვნელობა აქვს მე ხა ეთერში ვიჯდე თქვენთან და თქვენ გესაუბრებოდეთ ეთერში, თუ აი ამ კამერის საშუალებით გქონდეს ჩვენ კომუნიკაცია. კითხვებს მისვამთ ჩვეულებრივ რეჟიმში და პასუხობთ, ხო? არ შეიძლება აქ რაღაცა სხვადასხვის გამოტანის შესაძლებლობა არსებობდეს, ხო? ეს არის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაში, უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ამ სამარცხვინო არის საგამოძიებო კომისია, ბიძინა ივანიშვილი და ოცნების რეჟიმი თავის ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს თუ მარიონეტებს, რომლის ხელითაც აკეთებს აი ამ ყველაფერს. კი ბატონო, ბერდია. ყველაფერი გახდება საჯარო მათ შორის ძალიან სერიოზულ ბრალზეა საუბარი გახარიას შემთხვევაში, ის რომ მესმის თქვენ საუბრობთ ვიზიტზე, რომელიც რამდენიმე კვირიანია, გააჩინა კითხვა, რომ ხომ არ აპირებს თქვა დარჩეს და აღარ დაბრუნდეს საქართველოში, ვინაიდან 15 წლამდე პატიმრობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. თქვენ შეგიძლიათ რამე თქვათ ამ ეჭვის გასაფანტად ან არა, რა ვიცი ხა ესეთი ტიპის ეჭვები ამაზე საუბარი ჯერ არც ყოფილა. თუმცა ფაქტი ის არის, რომ აი მძიმე მუხლებით, უმძიმესი მუხლებით, რომელიც გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული კი არ არის. ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის ლექსიკით, ნარატივით საუბრობს დღეს ოცნების რეჟიმიც. როგორც ხიჭვი არის ბიბილოვისთვის, როგორც თვითონ აცხადებს ჩორჩანას საგუშაგო, ზუსტად ასეთი ხიჭვი აღმოჩნდა ოცნების ხელისუფლებისთვისაც და აუცილებლად აი ამ ქვეყანაში დადგება ის დრო, როდესაც ყველა ამ საქმეში ჩართულ პირს, ყველას აბსოლუტურად სრულ მოწმეებიდან დაწყებული, მათ შორის იმ ადამიანებით, რომლებიც კომისრობანას თამაშობენ ამ კომისიაში, სამართლებრივ სახელმწიფოში მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვისთვის, რატომ აზიანებდნენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომელიც ძალიან ხშირად უყვარდა ახსენები. რას ედავებიან გიორგი გახარიას? ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზს მიღმა კი არ არის აქ საუბარი. საგუშაგოს აღმართვას, რომელმაც გააჩერა ბორდერიზაციის პროცესი, ცოცავი ოკუპაციის პროცესი და არ მისცა ოკუპანტებს იმის შესაძლებლობა ესარგებლად გამოეყენებინათ 1922 წლის რუკა და ჩორჩანა მთლიანად და სხვა 27 პუნქტი კიდევ დამატებით წაერთმიათ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიების მიღმა დაეტოვებინათ. აი ამას ედავებიან და დაყავთ ვიღაცა მოწმეები, სოფლის გამგებლები, რომლებიც ჯიბეში უსხედან ამ პარტიას და თქვენ ნახავდით ალბათ 2 დღის წინ დღეს გავავრცელეთ სხვათა შორის ეს ვიდეო ფორმულას გაკეთებულ სიუჟეტს, სადაც ჩორჩანის მოსახლეობა საუბრობს, რომ არა ეს საგუშაგო ჩვენ საოკუპაციო ხაზს მიღმა ვიქნებოდით. იმედის გარდა არც ის ტელევიზიას აუშვებენ ამ სოფელში. ამ საგუშაგომ გადაარჩინა უამრავი ადამიანი დაკავებას. უამრავი ადამიანი პირდაპირ ხმამაღლა ვითხოვი, რომ გადაარჩინა სიკვდილს. ის რაც მოხდა ლომისაზე გახსოვთ თქვენ, როგორ მოკალეს რუსმა ოკუპანტებმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. აი ეს არის მოცემულობა, რაც გვაქვს და ამას ედავებიან, ხო გიორგი ახლა საკუთარი ქართული მიწის დაცვას ედავება დღეს ოცნება გიორგი გახარიას. არ პატიობს ქართული მიწის დაცვას, არ პატიობს რომ შვიდობიანად გააკეთა ეს. არ პატიობს რომ ავთულ ხლართები არ დარის დღეს ჩორჩანის ტერიტორიაზე. ცოცავი ოკუპაცია რო გააჩერა, აი ამას ედავება. აი ესეთ ხელისუფლებად, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა დღეს ოცნების რეჟიმი, მაგრამ აი ეს აგონიური ქმედებები, რასაც აკეთებს მიზანმიმართულად, ოპონენტების გასანადგურებლად, პოლიტიკური ველის მოსასუფთავებლად, დიქტატურის დასამყარებლად ამ ქვეყანაში კიდევ უფრო ამძიმებს პერსონალურად მათ მდგომარეობას, იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში ვერ იარსებებს აი ეს რასაც თესავენ ეს ადამიანები, მათვე არ მოუბრუნდეთ. გამორიცხული არ არსებობს, უბრალოდ მათ პასუხი არ აგონს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ უმძიმეს დანაშაულებზე, რასაც ახლაც ჩადიან და რომელი კომისიის ინსტრუმენტით იქნება თუ პროკურატურის ინსტრუმენტით იქნება და სხვა უწყებების ინსტრუმენტით, რასაც ესენი აკეთებენ, ამისთვის ყველა აგებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ყველას დაეკისრება და მათ შორის ისტორიული პასუხისმგებლობა. და მე არ ვისურვებდი ამ ადამიანების ადგილზე
ყოფნას არავისი. იმიტომ რომ ეს იქნება უმძიმესი ამბავი, რომელიც ამ ადამიანებს ისტორიულად დაეკისრებათ. და ამაში მონაწილეობა არის ძალიან დიდი უბედურება და ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ, აბსოლუტურად ყველამ. ეს არ არის პერსონალური ვენდეტის ინსტრუმენტი. გიორგი ახარიას მიერ პოლიტიკური ვენდეტა, რა თქმა უნდა, ამოძრავებდა და დაანონსებული არის ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ოცნების რეჟიმის მხრიდან, მაგრამ ამასთან ერთად აზიანებენ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოს ინტერესებს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ყველაზე სამწუხარო და უბედურება ამ ქვეყნისთვის. დღეს ხელისუფლება გავს აი იმ შეშლილების ჯგუფს, რომელიც საჭესთან ზის აი ამ აქსელერატორისთვის ფეხი აქვს დადგმული და წარმოუდგენელი სიჩქარე თვითონ ხომ მიექანებიან უსკულისკენ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩვენც მიგვაქანებენ სახელმწიფოს მიაქანებენ